მოგესალმებით, ჩვენ ვართ იესახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის სტუდენტები და დღევანდელი ჩვენი მოხსენების მთავარი საკითხი და თემა არის ჩვენივე გამოცდილება, ჩვენივე პრაქტიკა, რომელიც მიმდინარეობდა ამ წლის ოქტომბერში იტალიელ არქეოლოგთან ელენა როვასთან და თავის დოქტორანტურის სტუდენტებთან ერთად. ჩვენი პრეზენტაციის მთავარი გეგმა არის საჰაერო დაზვერვა და ფოტოგრამეტრია, აღმოჩენები ველზე, თუ რა აღმოჩნდა ამ კონკრეტულ ველზე, ორგანები და სავარაუდო დასახლებები. რაც შეეხება საჰაერო დაზვერვას. საჰაერო დაზვერვა არქეოლოგიისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ შემდეგში უკვე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს, რისთვისაც არქეოლოგები იყენებენ დრონს და დრონით ხდება უშუალოდ ამ კონკრეტული ტერიტორიის, რისიც ცულს იმის საჰაერო დაზვერვა. დრონთან მუშაობის პროცესი არის შედარებით ფიზიკურად ნაკლებად დაკრიტული, ვინაიდან არ ჭირდება ფიზიკური ძალის გამოყენება, ხელსაყრელი და მარტივი პროცესია ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე. შესაბამისად არ გიწევს როგორც სახმელეთო დაზვერვაზე შენი ფიზიკური ძალების გამოყენება. პირადად მე მუშაობდი საჰაერო დაზვერვებზე და ჩემთვის მეტად საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ეს. თვითონ დრონი გვეხმარება 3D რუკების შედგენაში, მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებაში, რეალური დროის მონიტორინგში და მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიების წერტილის ზუსტად დაგეგმვაშიც. ამ დადებითი ფაქტორების გარდა რაღაც მინუსებიც მე პირადად აღმოუჩინე დრონთან მუშაობას, ვინაიდან როდესაც შეგვიძლია რომ ერთ დღეზე მაქსიმუმ ორ დღეზე საჰაერო დაზვერვები მორჩეს, ანუ დასრულდეს, გვეწელებოდა ეს პერიოდის 4-5 დღეზე გადავანაწილეთ, ვინაიდან დრონის ბატარეის სიმძლავრე საათნახევარზე მეც დღის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მუშაობდა და ამის გამო მოგვიწია რამდენიმე ექსტრა დღის დამატება და აქედან გამომდინარე, როდესაც შეგვეძლო რომ ჯამში 2 დღეზე დაგვესრულებინა საჰაერო დაზვერვები, 5-6 დღეზე გადავანაწილეთ. დრონის თვითონ მუშაობის პროცესი არის მარტივი პროცესი, ვინაიდან უბრალოდ გიწევთ დრონთან თქვენი მობილურის დაკავშირება, რომელშიც არის ჩატვირთული სპეციალური აპლიკაცია და ამ აპლიკაციით იმართება დრონი. აუცილებლად გასათვალისწინებელია ასევე საჰაერო დაზვერვების დროს ამინდი და ფრინველების არსებობა, ვინაიდან ლემშვენიარაზე ყოფნის დროს ველზე, როდესაც ვიმყოფებოდით, ფრინველი შეეჯახა დრონს, დრონი მომენტალურად დაეშვა ძირს, თუმცა აღიდგინა ძალები და ისევ გააგრძელა ჩვენ საბედნიეროდ აეროსკანირების დასრულება და ასევე გასათვალისწინებელია ამინდის მხარეც, ვინაიდან ქარიან ამინდში და წვიმიან ამინდში საჰაერო დაზვერვების განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია. კადრებს არ გვაჩვენებთ, გადაღებული კადრები. არის და გამოჩნდება პრეზენტაციაში. მე გისაუბრებით ფოტოგრამეტრიაზე. მას შემდეგ რაც დრონი დაასრულებს ფოტოების გადაღებას და ისის მიერ გათვალისწინებული არის ეს? ახლა ის? მას შემდეგ რაც დრონი დაასრულებს მისიის მიერ გათვალისწინებული პარამეტრებით გადაღებული ფოტოების შეგროვებას, ეს ფოტოები თავსდება კომპიუტერულ პროგრამაში. ჩვენ შემთხვევაში ეს პროგრამა იყო Agisoft MetaShape, რომელიც ახდენს ციფრული სურათების ფოტოგრამეტრიას და 3D მოდელების გენერირებას. ეს არის MetaShape-ით გაკეთებული ერთ-ერთი მოდელი, ეს უბრალოდ მაგალითი არის, რათა გქონდეთ წარმოგენა თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ხო. მას შემდეგ რაც ფოტოები მოთავსდება ამ პროგრამაში, ჩვენ ვიწყებთ მათ შეერთებას და ვიღებთ მაღალი გარჩევადობის 3D რუკებს, რომელთა დახმარებითაც უფრო მარტივია არქეოლოგიური დაზვერვების წარმოება კომპიუტერული პროგრამებიდან. ამის საშუალებას ესეთ მსგავსი ფოტოები და რუკები უფრო კარგად იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი სახის ფოტოები. ასევე შეიძლება ამ პროგრამით 3D მოდელების შექმნა
ამ შემთხვევაში ჩვენ აღგვჭირდება დრონი, აქ უკვე უნდა გამოვიყენოთ ფოტოაპარატი, ყველა მხრიდან დეტალურად უნდა გადავიღოთ არტეფაქტის ფოტო და შევქმნათ სრულყოფილი მოდელი. ხო. ეხლა რაც შეეხება აღმოჩენებს ველზე. როგორც უკვე მახსენეთ, სოფელ ინჟინერასთან არის ორგანების ველი აღმოჩენილი და ამ ველის სიახლოვეს ჩვენ ვაწარმოეთ სახმელეთო დაზვერვა, სადაც ვნახეთ გაჭრილი არხი და ვივარაუდეთ, რომ აქ შეიძლება ყოფილიყო რაიმე კულტურული ფენა, რაც ძველი ადამიანის საქმიანობის შესახებ მოგცემდა რაიმე ინფორმაციას და ნახლებიც აღმოჩნდით, აქ აღმოჩნდა მცირედი კერამიკული ნაწილები ობსიდიანებთან ერთად, რომლებსაც ვათავსებდით პაკეტებში და ვთითებდით აღმოჩენის ადგილს, თარიღს, არტეფაქტის ტიპს და აღმოჩენის ინიციალებს, აი მსგავსი ტიპის კერამიკები იყო აღმოჩენილი ამ ადგილს. Მოდი, მარიამი გესაუბრებათ ორგანების შესახებ. სახმელეთო დაზვერვების გარდა ჩვენ ვაწარმოებთ სახმელეთო დაზვერვებიც, იგი ვაწარმოებთ სოფელ ლემშვენიერასთან, ქვემო ქართლის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის მახლობლად და აზერბაიჯანის საზღვართან. აქ ვიპოვეთ 60-მდე ყორღანი, რომელთა არქეოლოგიური გათხრები და შესწავლა უკვე მომავალი წლიდან დაიწყება და აღმოჩენს სხვადასხვა ზომის, სიმაღლის, სიგრძის ყორღანები, როგორც მაგალითად თითქმის თვალით შეუმჩნეველი ყორღანები, ასევე საკმაოდ დიდი ზომის ყორღანებიც. მაგალითად, პირველი ყორღანი, რომელიც ჩვენ ნახეთ, იყო მიახლოებით 7 მეტრის სიმაღლის და 12 მეტრის სიგრძის და აქ ვიპოვეთ ბევრი დიდი ზომის ქვა და სხვადასხვა ფერის ნიადაგი, რაც უკვე მიგვითითებს იმისკენ, რომ შესაძლებელია აქ უკვე იყოს ყორღანი. გარდა ამისა, აქ ნახეთ ყორღანისთვის დამახასიათებელი ჩაღრმავებებით. მოგახსენებათ, ყორღანი არის ხის კარკასზე მიშენებული ხელოვნური ბორცვი, რომელიც არის ჰერმეტული, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგალითად იმის გამო, რომ მასში შეღწევას ცდილობდნენ და ჰერმეტულობა ირღვეოდა, ჭერი ინგრეოდა და ჩნდებოდა ასეთი ჩაღრმავებები. გარდა ამისა, მეორე ყორღანისაც ანალოგიური სიტუაცია დაგვხვდა, თუმცა იგი იყო საკმაოდ დიდი ზომის, მიახლოებით ალბათ 115 მეტრის სიმაღლის იქნებოდა შევიდა რომ შეგვეხედა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს მეორე ყორღანი არ არის სიმაღლე მთლიანად ყორღნის და ვფიქრობთ, რომ იგი უკვე არსებულ ბუნებრივ ბორცვზე იყო გაშენებული. გარდა ამისა, ამ ყორღანის მახლობლად ვიპოვეთ პატარა ზომის ყორღანიც და ცალკეული სამარხიც და ვარაუდობთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო დიდ ყორღანში შესვენებული, მიცვალებული მსახური ან ესე ჩართულებული. როგორც ვიცით, სავარაუდო ადგილი სამომავლო ექსპედიციისთვის უკვე შერჩეულია სოფელ ლემშვენიერასთან, სადაც დაახლოებით 20-30 ყორღანამდე არის აღმოჩენილი ერთმანეთთან ახლოს. ჩვენ ერთ-ერთი მისია იყო დაგვიფიქსირებინა ნასახლარი ამ ადგილის სიახლოვეს. ჩვენ ვაწარმოეთ სახმელეთო დაზვერვა, რათა გვეპოვა ისეთი სპეციფიკური ელემენტები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ნასახლარზე, როგორებიცაა მაგალითად ობსიდიანი და კერამიკული ნაწილები. ჩვენ ვიყავით წითლად აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგიური ისეთი ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომ დავუძარეთ აღმოსავლეთით, გადავკვეთეთ ერთი გზა და მოვედით უკვე ამ ტერიტორიაზე, სადაც უამრავი კერამიკული ნაწილი აღმოვაჩინეთ. სავარაუდოდ ეს არის ნასახლარი, თუმცა ამის დადასტურება შეუძლებელია უშუალოდ გათხრების დაწყებამდე. მიმდინარე ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდა აკრძალული ზონა და მიწის დამუშავებისთვის განკუთვნილი ჩაკეტილი ადგილები, რის გამოც ჩვენ ვერ შევედით. და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ვარდისფრად აღნიშნული ტერიტორია არის ყველაზე რეალური ადგილი ნასახლარისთვის იქამდე, სანამ არ დაიწყება ამ ტერიტორიის სრული დაზვერვა. მადლობა. შეკითხვები?